როგორ შემეძლო, რომ ისე გამეცლებინა 2024 წელი, რომ არ გამიკეთებინა გაშლა ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე და ეს იქნება წელს ჩემგან ბოლო გაშლა, ბოლო ვიდეო და წინასწარ გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიყვარულს და რაც მთავარია, გამარჯვებას. ეს ძალიან გვჭირდება ჩვენ და ჩემ ქვეყანას ვუსურვებ გამარჯვებას, თავისუფლებას, სიდიადეს, გამთლიანებას, ბარაქას, განათლებას, ჯანმრთელობას. მინდა ვთქვა, რომ რაც ჩანს, ეს არის ის, რომ ეხლა რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ერთგვარი კარმის დაწვა, ეს არის ერთგვარი კარმის დამუშავება, ანუ ნახე როგორ არის კოლექტიურმა ერმა, ქართულმა ერმა, ის რაც ანუ რა არის კარმა, მიზეზ შედეგობრივობა, ხო? ის რა შედეგიც მიიღო თავიანთი მიზეზის და გამო, ეხლა ეს უნდა გამოისყიდონ და დაწვან კარმა. ესეთი ინფორმაცია მოდის. ვხედავ გარდაცვალებას, ასე ვთქვათ, ასე როგორ გითხრათ, დიდი წონის ადამიანის, ასე ვიტყვი, ხო? პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანის გარდაცვალება ჩანს. ასევე ჩანს ზოგადად პოზიტიური გამარჯვებისკენ მსვლელობები, თუმცა ამ ეტაპზე დიდი არეულობა, შიში, ქაოსი და გაყინული სიტუაცია, რაც ჩანს. ეს ზოგადი რაც მინდოდა მეთქვა, ახლა კი ვიწყებ თავიდან. მე მაქვს ვინც პირველად უყურებს ამ გაშლას, სხვა გაშლებიც, ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ყველაფერი ისე ახდა და ისე მიდის, როგორც გავშალე, შეგეძლიათ ნახოთ. ეს გაშლებიც ჩემივე გვერდზე. რა ჩქარობს, ძალიან ჩქარობს რაღაცა მეგობრული უცხოეთიდან მეგობრული, ქვეყნისადმი მეგობრული და დამხმარე ხელი გამოწვდელი, აი ასე ვიტყვი. ძალიან ჩქარობს ეს. იქნება რაღაც ძალიან ხისტი, ძალიან მწარე, ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება უცხოეთიდან, რომელიც ასე ვთქვათ, მთავრობის ძალიან დიდ სტაბილურობას, ძალიან დიდ სიმშვიდეს, რომელიც ასე თუ ისე არის. კი ბატონო, შეიძლება სადღაც შფოთავენ, მაგრამ მაინც რაღაც ესეთ მუხტს ინარჩუნებენ, ძალიან დიდ სიმშვიდეს საკმაოდ შეარყევს. აი, საკმაოდ შეარყევს.
მათი რაღაცა არის შანსი, რაღაცა არის მათთვის რაღაცა, რაც ძალიან აიმედებთ, ეს სრულდება ამით, გამოიცლებათ ხელიდან ის სიმყარე, ის აძირკველი, რაზეც არიან, რომ ეს ხო გვაქვს ჩვენ და არაფერი არ გაგვიჭირდება, ეს გარანტირებული გვაქვს, რაღაცა ესეთი გამოიცლებათ. თვითონ ასე ვთქვათ, მთავრობა, რასაც არის, კონკრეტული მთავრობა კი არა, ქვეყნის მთავრობა, იქნება ქვეყნის მთავრობაზე იქნება ძალიან დიდი ღვთისწყალობა. ოღონდ სხვა მთავრობა ჩანს, ნახე, მეორე მთავრობა ჩანს, სხვა შემდეგი. ჯერჯერობით ძალიან ესე ვთქვათ, იმედიანად ვყარათ, რაღაცა უჭირავთ ხელში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაზეც ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და იმედზე დიდია ეს მათთვის, ეს არის გარანტია, რაც ძალიან ესე ვთქვათ, გამოეცლებათ ხელიდან, ეს ჩანს. ქვეყანა მარტო არ არის, ქვეყანა მეგობრული, სულ ვამბობ რა, პირდაპირ გაგებით არ არსებობს მეგობრული ქვეყნები პოლიტიკაში, ეს არის ჭირდები, მაგრამ არ შევალ ამაში, ხო? ამ დისკუსიაში არ შევალ, ვიტყვი როგორც არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გამონათქვამი, კი ბატონო, მეგობრული ქვეყანა დგას და ასე თუ ისე ოპოზიციაც დგას, ასე ვთქვათ. თუმცა, რაღაცა პერიოდი გაგრძელდება ძალიან გაყინული და ძალიან ნერვიული სიტუაცია, ნერვებზე თამაში, რასაც ქვია. ეს გაგრძელდება. ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ არის ქვეყანა ამოვიდა ბუების სახლში. ყველა დიდი გამადიდებელი შუშით გვიყურებს ჩვენს და შეყურებს ოპოზიციასაც მინდა უთხრა და თუ ვინმე ამას უყურებს, გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ თქვენზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. მინდა ხა კადრში თლიანი გაშლა არ ჩანს, მაგრამ რაც ჩანს დაგანახოთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ბედი, ეს არის მთავრობა, ეს არის ოპოზიცია, ეს არის დამკვირვებლები. ნახეთ ეს ყველაფერი როგორ იცვლება. მთავრობა ერთი ამთავრებს და მეორე მოდის. შეიცვლება, ეს აუცილებლად შეიცვლება და წინა გაშლებიდან თუ არ ვცდები, უბრალოდ ეს რამდენიმე კარტიანი გაშლა მქონდა, რომელიც Facebook-ზე დავდე ჩემს პირად გვერდზე, მაჩვენებდა და მათ შორის ბროლის ქანქარა მაჩვენებდა 4 პერიოდს, აქვე ვიტყვი და დრო გავიდა რა თქმა უნდა და სადღაც ახლა დილით, ანუ დღეს 31 დეკემბერია, მარტის თვეს მაჩვენებს, როდესაც წერტილი, ძალიან დიდი ძლიერი წერტილი უნდა დაესვას ამ ყველაფერს და დაიწყოს ახალი სიახლე, დამთავრდეს ეს ყველაფერი, ასეც შემიძლია ვთქვა, მარტის თვეს მიჩვენებს, ნახოთ როგორ ასრულდება, მაგრამ ეს ასე მაჩვენა მაშინ. იმ დროიდან ანუ 4 თვე გავიდა და დარჩა 3 თვე იანვარი, თებერვალი და მარტის თვეს მაჩვენებს ამ ყველაფრისთვის. თათბირები ჩანს, შეკრებები ჩანს ოპოზიციაში, თუმცა არის რაღაცა, ნახეთ როგორი ცოცხები და მელი ამოყვება, არის რაღაცა ქიშბობა, რაღაცა კბენები, სამწუხაროდ არის ეს ყველაფერი, იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვამბობ, რომ შემდეგი მთავრობა იქნება ძალიან მყარი და ძალიან ძლიერი, ნახეთ რომ აღარ ჩანს აქ ძალიან სიძლიერე ჩანს ამისა. სამთავრობო სახლშიც ამოვიდა, ნახეთ, ახალი სიახლე, ეს არის სამთავრობო სახლის ენერგია, სადაც დაჯდა სიახლე. ბავშვი არის ახლის მომტანი, ახალი მთავრობა და რაღაცაერთ უცებ მოხდება თითქოს. იცი როგორი ენერგია მოდის, ტუნელში რომ რაღაცა გაიჭერდება, საცობი გაკეთდება და ქაჩავ და გონია რომ არა და უცებ წამოვა, უცებ დაიძრება მოვლენები, თითქოს გაჭედილი იქნება ყველაფერი. და უცებ დაიძრება, უცებ მომხდნელად დაიძრება რაღაც სიტუაციები. ქვეყნები გარშემო ძალიან პოზიტიურად უდგანან ამჟამად ქვეყანას, იმიტომ რომ წარსულში მეცნობის წარი და იმის იქით კიდე ისტორიიდან ვიცით რა ჯერ უღალატიათ იმ ქვეყნებს, რომელსაც მეგობარს ვეძახით, მაგრამ ახლა არა. ახლა ძალიან ასე ვთქვათ კარგი პოზიტიური ხარდაჭერა არის. ეს ეხმარება ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ ვიტყვი კარმის დამუშავებაში. ჩვენ ახლა კარმას ვამუშავებთ და მე მინდა
უღრმესი მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, ვინც ჩემი ქვეყნის კარმის დამუშავებაში იღებენ გაუთვითცნობიერებლად მონაწილეობას. მე სამწუხაროდ ვერანაირად ვერ ვახერხებ, რომ ეს გავაკეთო, იმიტომ რომ ცივწლოვანი ძალიან პატარა ბავშვები მყავს და მოკეთ ამათ მიზეზების გამო მე ვერ ვახერხებ ამას. თუმცა ჩემი არ ვიცი უღრმესი მადლობა, რასაც ეს ბავშვები აკეთებენ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ენერგეტიკულად ეს როგორ ეხმარება ჩვენს მომავალს, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, იმიტომ რომ ისინი წვავენ ჩვენი ქვეყნის ნეგატიურ კარმას. როგორც თქვი, გაიწელება სხვათა შორის ქვეყანას სამიანი ადგას და აი მართლა სამ პერიოდი დარჩა, ამასაც მაჩვენებს, როგორც თქვი, ეს მარტის თვეს ვარაუდობ და ასე ვთქვათ, დაიძრება ეს ყველაფერი, რადიკალურად სხვანაირად წავა ყველაფერი. ორ პოზიციონერობა მთავრდება, ნახეთ, ორ პოზიციონერობა, ანუ 2 გრადუსი, 2 სხვადასხვა მხარე მთავრდება, ეს მთავრდება. ნახეთ რა აქვს ფეხებში მთავრობას დასასრული. მთავრობას აქვს დასასრული. ძალიან დიდი მზე არის სიყვარულში, ქვეყნის სიყვარულში. რა არის ქვეყნის სიყვარული? ეს არის ენერგია, რაც ტრიალებს და არაჩვეულებრივი ენერგია არის. ხედავთ, რომ რაღაც გადაფრენა ხდება ბუდე, ანუ რას გულისხმობს, სხვა შემოდის, ახალი ბუდე კეთდება, ახალი მთავრობა, ახალი ენერგია. საერთოდ კიდევ ერთხელ ვიძახი, არ გამოვრიცხავრო, საერთოდ ჩვენთვის უცნობი პარტია ჩამოყალიბდეს, ან პარტიები აი ამ ახალი თაობით და ახალგაზრდობით, იმიტომ რაღაც ახალ ენერგიას ვხედავ და რაც მაშინ აღნიშნე, განსაკუთრებით ხაზგასასმელი იქნება, რომ ეს იქნება ძალიან დიდი განათლების მქონე ადამიანები, ძალიან დიდი განათლების ადამიანების მქონე ადამიანები და აი გველის წელი, აი ესე ხაზგასმით აჩვენებს ჩვენი ქვეყნის თითქმის და მეორე დაბადების პერიოდს. როგორც წინა გაშლაში ახლაც ამოვიდა ერთად გველი და ვირთხა და ვთქვი, რომ ეს იქნება გველის და ვირთხის ბრძოლა და იმედს მაძლევს ის, რომ ვირთხა გველთან მარცხდება. და აი ესეთი შეკრული, აი ნახეთ როგორ დაჭდა გადმოვიტანა მარკანებს რომ დაინახოთ, აი როგორ შეკრული, ბეჭით დარტყმული, აღიარებული, ლეგარული, დამტკიცებული, აღიარებული სამართლიანი მთავრობა იქნება. მთავრობის სახლი წარმოიდგინეთ და ეს იქნება 2025 წელს, შემოკარგება 2025 წელს იქნება აღიარებული მთელი ცივილიზაციური სამყაროს მიერ ჩვენი მთავრობა, რომელიც იქნება. აი ახალ მთავრობას ვარსკვლავებია დგას, ვარსკვლავებზე დგას, ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება და ნახტომი, მე წინაზე ვთქვი, აი ირმის ნახტომი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მაგრამ ამჟამინდელი ასე ვთქვათ, მთავრობად წოდებულებისთვის იქნება დიდი ფიასკო, იმიტომ რომ მათი ვარსკვლავებში ცოცხია. დიდი ფიასკო იქნება. ხო, ცოცხი ხა გამეცინა, ხო, სიმბოლურია მათთან ცოცხი, არ ვიცი, და რომ ესე მაჩვენა. დიდი ტრანსფორმაცია ჩვენ ქვეყნის, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია იქნება. გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ ისეთი რეფორმები წამოვა, ისეთი ცვლილებები, რომ ეს იქნება გამაოგნებელი ჩვენთვის და ვერავინ ვერ წარმოვიდგენთ ისეთი წარმატების მომტანი. ისეთი რაღაც აი მართლა ირმის ნახტომი უკვე მე რამდენად ვახსენე, მაგრამ აი ჩვენს ფანტაზიაშიც არ არსებობს იმდენად რაღაცა დიდ წარმატებას ვაღწევთ და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, როგორც მზე არის ჩვენს galaktikაში ცენტრი და მის გარშემო ბრუნავს პლანეტები, ისე ხდება საქართველო ერთადერთი თუ არა ძლიერი ცენტრი მსოფლიოში. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები.
ახლა ამჯერად კიდევ ხედავ ანუ ჩანს ეს ვირთხის და გველის კონფლიქტი, რომელიც იცით ალბათ დაგუგლეთ, ჩაწერეთ როგორ ომობენ ვირთხა და გველი, ძალიან მძაფრი, წუხარ ამაზე, იმიტომ რომ საკმაოდ რთული დღეები გველოდება კიდე. იქნება დაპირისპირება, იქნება კიდე რაღაც ისეთი შეჯახებები, მიზანმიმართული, მაგრამ ჩვენი ქვეყნის კარმა არის, მე მინდა გადმოვიტანო ვიდეო და აპარატი და გაჩვენოთ, არის, აი კარმაში არის სახელმწიფო, კანონიერი, მყარი და ღვთისგან ნაკურთხი. ძალიან ასე ვთქვათ, დიდი წყალობა მოდის. ამის იმედი მაქვს 2025 წლის კიდევ ერთხელ ვიტყვი, აი მარტს მაჩვენებს მე მინდა უბრალოდ დავამატო ხო, აი ტაროშიც მაჩვენებს ახლა რაიდერს დავამატე, რომ რაღაცა სრულდება და რაღაც ახალი იწყება. დაველოდოთ ამ თვეს, თუმცა პერიოდების თქმა არასოდეს არ მიყვარს ტაროში, იმიტომ რომ სამყაროში დრო არ არსებობს, მაგრამ ასე ვთქვათ, ეს 4 პერიოდი მაჩვენა. ახლა 4 დღე, 4 კვირა რო არ იყო გასაგებია და არც 4 წელი. ნამდვილად არ არის ეს 4 წელი, ეს არის 4 თვე, რაც მაჩვენა. თავში და ბოლოშიც ნუმეროლოგიით 4-იანს მიწერს და ქვეყანას თავზე 3-იანი ადგას, რაც რო გადავთვალოთ იანვარი, თებერვალი, მარტს უწევს ზუსტად რაც თქვი. დაგემშვიდობებით დიდი სიყვარულით.